თამარ ბერიძე საქართველოსა და ევროპის ჩემპიონია ძალისმიერ სამჭიდში. მან დიდი გზა გაიარა, სანამ თავის თავს სპორტს დაუკავშირებდა. იგი 1975 წლის 13 დეკემბერს თბილისში დაიბადა. სპორტი ბავშვობიდან იზიდავდა. დროსთან ერთად კი ის მის პროფესიად იქცა. სპორტი ყოველთვის მიყვარდა. ვარჯიში მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ამიტომ რაღაც განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა არ დამჭირვებია იმისთვის, რომ მივსულიყავი, თქვათ, მძიმე წონებამდე, რაც ძირითადად ძალიან უცნაურად ჩანდა გარშემო ყოფებისთვის. ანუ დავიწყე შეიპინგით, ანუ აერობიკით იმ პერიოდში, ეს იყო სადღაც რომელი წლები იყო 13-ში მე მგონი. მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, რომ აღარ იყო საკმარისი. იმდენად ბევრი ენერგია მქონდა, რომ კიდე რაღაც თუნდაც დავტვირთულიყავი. გადავედი სატრენაჟორო დარბაზში. სატრენაჟოროში მარტო ტრენაჟორები რა თქმა უნდა არ იყო, ანუ იქ იყო შტანგებით. და ცოტა ხანში ყველაზე მარტივი წონებით დავიწყე ვარჯიში. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის შესამჩნევია ხოლმე და განსაკუთრებით მწვრთნელები ამჩნევენ. და ერთ-ერთმა იქაურმა მწვრთნელმა უბრალოდ ამიხსნა, როგორ გამეკეთებინა წოლჭიმი. იმ მომენტში ბევრი არაფერი, მხოლოდ და მხოლოდ თვითონ ღერძით ვიწყებდი ვარჯიშს. მაგრამ ნელ-ნელა დავიწყე წონების მიდგმად. პირველ ჩემპიონატს იყო მეორე ჩემპიონატი. პირველ ჩემპიონატი მქონდა მარტო წოლჭიმში. და პირველი ჩემი წონები სადღაც 50 კილომდე ავიყვანე წოლჭიმით. ანუ ეს სპორტის სახეობა ქალებში ჩვენთან ნაკლებად პოპულარულია, იმიტომ რატომღაც ძალიან სტერეოტიპული არის, რომ ქალი ესეთი სტილის ვარჯიშებით არ უნდა იყოს დაკავებული. რატომღაც გონიათ, რომ ქალს არ უხდება მძიმე წონებთან მუშაობა. აბსოლუტურად არ ვეთანხმები ამას. ანუ ჩემპიონატზე ცოტანი ვიყავით. ანუ სულ რამოდენიმე ქალი გამოდიოდით ყოველთვის. ევროპის ჩემპიონატზე ბაქოში წავედით, მაშინ ანუ სულ იყვნენ კაცები და მე ერთი ქალი ვიყავი. ჩემ წონით კატეგორიაშიც და აბსოლუტურშიც მე გავიმარჯვე. ეს პირველი ევროპული და საერთაშორისო ჩემპიონატი იყო. ჩემთვის მით უმეტეს და საერთოდ საქართველოსთან ქალისთვის და ეს კიდე ერთ-ერთი ესეთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თქვა, ჩვენ სპორტის სახეობაში, იმიტომ რომ ეხლა უკვე გაცილებით მეტი გოგო ვარჯიშობს და უფრო მეტი ქალი იღებს მონაწილეობას. თან მე ვიყავი პირველი, რომელიც მსოფლიოზეც გავიდა საქართველოს სახელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ოლიმპიური სახეობა, საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოში. იმდენად ბევრი არის მსოფლიოში ამ სპორტით დაკავებული ქალები და ჩვენთან ვიყავი მე მარტო მსოფლიოზე. პირველ რიგში არასდროს არ შეგეშინდეთ არაფრის დაწყების. იმიტომ რომ დაწყება ყოველთვის რაღაცა ცვლილების წინამორბედია, ანუ ეს ყოველთვის საჭირო არის, მით უმეტეს, როდესაც ეხება საქმე სპორტს. არც სტერეოტიპმა უნდა დააბრკოლოს არც ერთი ქალი და მით უმეტეს შიშმა, რომ ეს რაღაცას გამოიწვევს. მარტო უკეთესი არის ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, გარეგნობაც ეს ყველაფერი მე ამას მოსდევს, იმიტომ რომ მიბმული არის როგორც ჯაჭვი ამაზე.